მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს კადრები ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, ხო? რამოდენიმე თვის უკან იყო აღნიშნული ძალადობა და ამ კადრებში ჩანს თუ როგორ ფიზიკურად, როგორ სასტიკად უსწორდებიან ახალგაზრდა ადამიანს და იმ ადამიანის სახეები ჩანს, მას ვის გაუსწორდა ფიზიკურად, მაგრამ დღემდე ეს ადამიანი არამხოლოდ დასჯილი კი არის, სამსახურიდანაც არ არის. კი ბატონო, არავინ არ დასჯილა, ნულოვანი, ასე ვთქვათ, სტატისტიკა არსებობს ამ ხრივ, ამიტომ ეს ვრცელდება ბუნებრივია თქვენი დაცვის ქვეშ მყოფსეც. დიახ, რა თქმა უნდა, დღემდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური თამაშობს გამოძიებას, თითქოს გამოძიებას იწყებს, მაგრამ ამის შემდეგ ერთი ადამიანიც არ არის დღეს დასჯილი და დაკავებული. ამის შემდეგ ხო აღნიშნულ მოქალაქეზე რა განხორციელდა, ხო ამის შემდეგ ის იყო ჩვეულებრივად გამოხატავდა კონსტიტუციის ფარგლებში, რაც მას აქვს უფლება. პირველ რიგში რომ შევაფასოთ აღნიშნული დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს, მიიღეს უკანონოდ აღნიშნული დადგენილება, ხო, ვითომ ის მაგისტრალი რო გახადეს, ის არის ხო სულად კანონის ფარგლებით დაცული მიღებული წესები. მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, ხო მე უსმენდი თქვენ სტატუსს რო კითხულობთ, სწორედ პოლიციელებთან ერთად ეს ხალხი დაიძრა, მაგრამ ირაკლი წიგნაძე ხო როგორც ჩემთვის ცნობილია, მე უკვე კადრებსაც შევისწავლეთ. საერთოდ არ იყო, მაგრამ საერთოდ სხვა ტერიტორიაზე დააკავეს ბატონი ირაკლი, ხო ირაკლი დააკავეს, როდესაც ხარებას რაზმი მიუვარდა თავის მეგობართან ერთად იდგა, ამ დროს დაიწყო ადამიანების ცემა, ირაკლი წიგნად დაიხარა დაბლა შველა უნდა რომელი ადამიანი ძირს ეგდო იმას რომ დახმარებოდა და ამის შემდეგ ადმინისტრაციულად დააკავეს სრულიად წარმოუდგენელი ფაქტების გამო, ხო ანუ თითქოს პოლიციის წინააღმდეგობა გაუწია, თითქოს ვიღაცას ჰაგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ხო პოლიტიკურად ჩათვალეს რომ ჯერ ადმინისტრაციულად უნდა დაეკავებინათ და შემდეგ მოქალაქე რომელიც არ ეგუება, რომელიც არის თავისუფალი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სისტემის, უკვე სისტემა გადაწყვიტა რომ შური იძიოს აღნიშნულ ადამიანზე, თორე არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მაგალითად ამ ადამიანის ზოგადად რო ვისაუბროთ, ამ ადამიანებს რაიმეს გადაკეტვა უნდოდა, ხო იქ შეიძლება ათასობით ადამიანს უნდოდა გადაადგილება და არა გადაკეტვა, ხო არსებობს ძალიან ბევრი კადრი, ხო მარში უნდოდა. აქედან გამომდინარე მარში არ ისჯება, ხო, მაგრამ შეიძლება ესაც დასაჯონ, ხო ესენი ხო სრულ სამართალს თავაზობენ, იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც სამართალთან არავითარ კავშირი არ აქვს და მხოლოდ ტოტალიტარიზმის გამყარებას უწყობს ხელს, მაგრამ ესაც არის ხო მარში უნდა და ამ დროს შევარდა სპეცრაზმი და ამ დროს დაიწყო ადამიანებზე ძალადობა და პირიქით თავისუფალი მოქალაქეები, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში იყვნენ, ეს ამ ადამიანებს დღეს წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდება, დაიწყეს გამოძიება და ის მოძალადე პოლიციელები ხო არ შემილია რო არა თქვა არ გამოვეხმაურეს სისხლიანი ხარება, რომელიც პირდაპირ ძალადობს ადამიანებზე, ის ადამიანი დღეს კიდევ მუშაობს, თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს, ხვალად შეიძლება იძალადოს ადამიანებზე, ზეგაც ერთი თვის შემდეგაც და თავისუფალ ადამიანებს, რომელსაც კი კანონი არ დაურღვევია, ამ თავისუფალ ადამიანებს კომუნიკაცია თქვენი დაცვის ქვეშ მყოფთან, ანუ გადმოგეცათ რაიმე ტიპის, ანუ ვიცი რომ ეხა სასამართლო ში ხართ ამ წუთებში და თქვენს გაიგეთ ინფორმაცია რომ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფს უკვე სისხლის სამართლით ედავება სამართალდამცავი უწყება. აქ ერთგვარი ნონსენსი არის კიდევ ერთი სამართლებრივი, ჩვენ ველოდებოდით ამ ადამიანებს რომ გადმოიყვანენ ადმინისტრაციული წესით ან გაანთავისუფლებდნენ იზოლატორიდან, როდესაც ის დაკავების ვადები ამოიწურებოდა. ჩვენ ვეკავდით იზოლატორში, ჩვენ ვეკავდით შინაგან საქმეთა სამინისტროში და ინფორმაციას არ გვეუბნებოდნენ. გვეუბნებოდნენ ხო ადმინისტრაციულად არის დაკავებული და ესე მოტყუებით ტყუილით, ანუ იციან რომ ადვოკატები იყავთ ამ ადამიანს, უცბად ნახულობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დებს რაღაც ინიციალებით მე ძვლის გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ, არავითარი მტკიცებულება ჩვენთვის არ გადმოუციათ, არც კი ვიცი ხა რა მტკიცებულებები აქვს, ბრალში რა ეწერება და ასე შემდეგ. მათ არ აინტერესებს, მოდი ესე შევაფასებ პირდაპირ. მათ არ აინტერესებს არავითარი სამართლებრივი დადგენილებები და ჩარჩოები. სპეცრაზმი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იღებს და ემორჩილება ისეთ კანონებს, რომელიც დიქტატურისთვის არის დამახასიათებელი და იმას გაამყარებს. აი მაგალითად, ხო, რომ გადმოიტანენ აღნიშნულ სასამართლოს, აქვეთ ღონისძიებას, როდესაც შეუპარდებენ, ხო, წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს მაგალითად აქვეთ ღონისძიებას სახით პატიმრობა შეუპარდონ, ხო, რატო გაიქცევა სადმე პოლიციელებზე, მოახდეს ზეწოლას თუ მაგალითად რაიმე ახალ დანაშაულს ჩაიდეს, ხო წარმოუდგენელია, ხო რომ აქვეთ ღონისძიების სახით აქ პატიმრობა იყოს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ეს დღეს არ დაწყებულა პირველი პოლიტიკური საქმე არ არის, ხო ძალიან ბევრი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით, სინდისის პატიმრები დღეს ყავთ საპატიმროში, ხო? მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სამწუხაროდ ვამბობ, აი სამწუხაროდ ვამბობ, მთელი ჩემი ცხოვრება შევწირი ადვოკატურას, მინდოდა რომ მესწავლა, მინდოდა რომ კონსტიტუციას ვემსახურო, მინდოდა რომ ადამიანის უფლებები დამეცვა, მაგრამ სამწუხაროდ
მხოლოდ ადვოკატები სასამართლო დარბაზში ამ ადამიანებს ვეღარ უწევთ. ეს ადამიანები უნდა დაიცვას ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც ჯერა თავისუფლების და ვისაც ჯერა კი ბატონო, ლაშა, დიდი მადლობა, ლაშა ტყეშელაძე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში, ირაკლი წიგნაძის ადვოკატი და მე გაჩვენეთ ასევე